აი ამ სურათიდან გამომდინარე თუ შევხედავთ ამ სურათს, თითქოს აი კუთხიდან რო შევხედავთ, ორ გვერდს ხედავთ, ხო? ესე ჩანს. არა და ეს აწყობილია შემდეგნაირად, ანუ თქვათ ეს პირველი აი ესეთი რაღაც, ეს ცოტა მოკლე იყოს, იმიტომ რომ თვალშიდაც აი მაგასაც დაუკვირდით, რომ თითქოს აი უფრო სიგანე შედარებით მცირე აქვს და მოდი აი ჩავასხათ. პიპეტკით ავიღოთ ფერი და ჩავასხათ აქედან. Alt backspace-ით. Control D-ი მოვხსნათ მონიშნვა და შეგვიძლია მეორე ხაზი გადავატაროთ, ასე ვთქვათ, მეორე მონიშნა, ან ჩვეულებრივ ეს დავაკოპიროთ. Control T-ს საშუალებით ოდნავ გავადიდოთ. ოღონდ ეს უკანა მხარე პრინციპში. ოღონდ ჯერ გამოვიტანოთ აქეთ გარეთ, აი, ნახეთ, აი ესე, ერთმანეთს აი ესე მივადოთ, ოდნავ გავადიდოთ შედარებით, აი, ოდნავ ცოტა. და ფერი ჩავასხავთ. Control T, კი არა და Control T, კი არა, როგორ მოვნიშნოთ ახლა? აბა როგორ მოვნიშნოთ ახლა ეს რომ ფერი ჩავასხავთ ამაში. აბა ვის გახსოვთ? რომ პირდაპირ ახლა აი ავიღებ. ორჯერ დაჭერით ხო ინიშნება და იქიდან მოსანიშნი რო არის magic. აი შეხედე magic-იდან ეს რომ მოვნიშნო ახლა მე ნახე. ეგეც შეიძლება კი. ან კონტროლიდან და აი აქ დაწკაპუნებით. ავიღე ახლა მე ფერი, აი პიპეტკით ავიღე ფერი აქედან. და Alt backspace-ით ჩავასხათ. Control D-ი მოვხსნათ. აი თითქოს ეს ქმნის იმ ილუზიას რა, რაც აქ არის ახლა. ეხლა როგორ გავაკეთოთ აი ეს რაც აქვს ახლა აი ამას ცოტა დიდი ხო არ გავაკეთო ეს კიდე აი Control T-ი იმიტომ რომ ცოტა უფრო სხვა ილუზია შეიქმნას აი ეს ესე იგი ამის გასაკეთებლად ვიღებთ აი აქედან rectangle tool და ამ rectangle tool-ით მოდი აი ესეთი რაღაცა მოვნიშნოთ. მოდი ახლოში მოვწიოთ. ავიღოთ ფერიც რო არ იმის რეალობაში გვიქმნას რაც უნდა იყოს. ეს მოვწიოთ ბოლომდე. აი ეს no akაც ბოლომდე აი ესეთნაირად. ეს არ გაიმაგნის თუ აი ამით არ მოვნიშნე ახლა ორივე ეს გადატარებით ორივე ნაწილი მოვნიშნოთ და წამოვიღოთ აი ბოლომდე იყოს მოტანილი აი აქ. ანალოგიურად აქაც აი ესე მოვნიშნოთ გადატარებით და წამოვიღოთ აი აქ. აი snap-ის ფუნქცია ეს არის რა მიბმის. მიებმება აი ესე ბოლომდე მივა იქ. კონტური არ გჭირდება, მაგრამ ჯერჯერობით მოდი ნახეთ ეს სწორადაც უნდა იყოს, ნახე პირიქით არის ახლა ეს. ამიტომ სახაზავი შემიძლია გამოვიყენო. და ეს ორივე მხარე მოვნიშნო და პირიქით აი აქეთ წამოვიღო აი ეს. პირიქით შეიძლება დავუშვათ კიდეც, აი თითქოს დახრილიაო პირიქით. ამის შემდეგ ეხლა რას ვაკეთებთ? ნუ ეს არ გჭირდება კონტური. ან შეგვიძლია ბოლოს მოვხსნათ ეს. ამის შემდეგ ეხლა ამას ვაკოპირებ, აი ამას ვაკოპირებ. შემიძლია ეს იმითაც რა ქვია, ჩვეულებრივ მაუსის კი არა და კლავიატურაზე ისრებით გადმოვიტანო. სწორად გადმოვიდეს. და ნახეთ ახლა რა ხდება ამის შემდეგ.
ვიწყებთ ესეთ რაღაცას. აი ესე. აი ეს. აი მის საშუალებით, აი. ამასაც მივიდან ბოლომდე და ამასაც მივიდან აქ ბოლომდე. აი ეს. აი ეს. კიდევ ახლოში მოვიტანოთ და დავაკვირდეთ. აი ესეთნაირად. ანუ ნახეთ რა ხდება, აი აქ რომ დახრილი შეიქმნა, აი ეს დახრა. აი ოდნავ დახრა დაჭირდა ამას, ხო? ეხლა ნახეთ, ეხლა გვჭირდება ჩვენ აქ კიდე მესამე, ოღონდ აი ამას თუ აქ დააკვირდებით, შეხედეთ, აი ეს გამოწეული არის ამის გარეთ კიდევ. იმიტომ რომ ესეთი ილუზია შეიქმნას, თითქოს იქით არის ეს შეწეული. ანუ ესეთი ილუზია რო შევქმნათ. ანუ აი ამას ნახეთ, ეს ორივე თავი უნდა გამოვწიოთ. ანუ ასე კი არ უნდა გავასწოროთ, აი ესე გამოვწიოთ, აი ესეთნაირად. ამის შემდეგ ნახეთ, ისევ ამას ვაკოპირებ. შეიძლება ოდნავ ესეც თუ შეიძლება ესეც ოდნავ დავხაროთ კიდეც ოდნავ შეიძლება. აი სულ ოდნავ შეიძლება ესე დახრა გავაკეთოთ აქ. ან თქვა ჯერჯერობით დავტოვოთ ესე, რომ უფრო შევხედოთ რაზეა საუბარი. ან შეიძლება ოდნავ ზემოთაც კი წავიღოთ, ოდნავ ზემოთ. აი ესე. აი ესე შეიძლება კიდე იმას ეს უფრო ჯობდეს, აი თვითონ შეხედავ შენ თვითონ როგორ ჯობია. და ამის შემდეგ მოდი კიდე ერთხელ დავაკოპიროთ აი ეს. და მოდი გამოვიტანოთ ესეც კლავიატურის ან შეგვიძლია ხელითაც ან ესე კლავიატურის ისრის აი მარჯვნივ მიმართული ისრის საშუალებით გამოვიტანოთ გარეთ. აი ეს. მაგრამ ნახეთ რა თქმა უნდა, ხა ბუნებრივი ამხელა მანძილით ჩვენ ეს არ გვჭირდება. ამიტომ ტრანსფორმიდან დავაპატარავთ ეს ჩვენ ესეთნაირად. უბრალოდ ეხლა აი აქ ამაზე დაგვჭირდება შებრუნება. შებრუნება. ნახეთ რომელ შებრუნებაზე მაქვს საუბარი. Ctrl T და ნახეთ მარჯვენა ღილაკიდან flip horizontal. ან შეიძლება პრინციპში არც დაგვჭირდეს შებრუნება. შებრუნება დაგვჭირდებოდა თუ ამას წამოვიყენოთ. მოდი ეს იყოს ესე, უბრალოდ ნახეთ ეხლა ეს ჩავწიოთ ქვემოთ, აი ესე წავიღოთ ქვემოთ. ოღონდ ამ შემთხვევაში ეხლა მე დამჭირდება, ნახეთ. აი ამის ქვემოთ ჩამოტანა, ნახეთ ქვემოთ ჩამოტანა, აი ესე. და აი ამის აი ამ თავის შეტაი დავხედოთ, ნახეთ. აი ამ თავის აი აქ მიტანა, აი ესე, აი ამ თავის აი აქ მოტანა, აი ესე. ესე გასწორება. აი ესეთნაირად, ნახეთ. უბრალოდ ამაზე შეიძლება კიდე ქვემოთ შეიძლება ჩამომეწია, ნახეთ. ესეთი რაღაცა შეიძლება გაგვეკეთებინა. აი ეს. კლient და ქვემოთ ჩამოგვეწია. ესეთი რაღაცაც შეიძლება და გაგვეკეთებინა. და აი ოდნავ ქვემოთ. რო კიდე მეტი, აი მოდი გამოვწიოთ კიდე გარეთ ცოტა. აი ესე ოდნავ ქვემოთ ჩამომეწია. ეხლა ხო შეამჩნიეთ რასაც ვაკეთებ, აი. და ეს კიდე ესეთნაირად გამესწორებინა აი აქ. აი ეს. და ეს ცოტა კიდე დამიგრძელებინა. ანუ მივხვდით ხო რასაც გულისხმობ, აი ეს. აი ეს. ეხლა ამას ესეთ რაღაცას გავაკეთებ.
ეს შეიძლება გაგვესწორებინა კიდეც. ანუ ამის შემდეგ ხდება რა უკვე, ანუ შეიძლება და თქვათ, აი მოდი გავასწოროთ ამ ხაზზე, როგორ გამოვიდეს, ესეც ოდნავ ზემოთ ავწიოთ. ესე თუ შეიძლება ამ პირიქით ისე ყოფილიყო ისე და ასე შემდეგ. ანუ ეს ილუზია რო შევხვდეთ, ანუ ეს ასე ვთქვათ, აი ეს რაც გავაკეთეთ, აი ეს ვარიანტები იყო, იქ მეტი არაფერი. მოხსნათ ახლა ამას ეს ონიშნები არა ის კონტურები. და მივიღებთ იმას, რაც უნდა მიგვეღო. ამიტომ აქ კიდე ჯობია, ეხლა აქ ფერები არა, ნახეთ, ერთი და იგივე ფერის არის, ხო? ამიტომ მოდი ეს ავიღოთ ზუსტი ფერები, რომ აი აქ მოგცეს აი ზუსტად ის, რაც აქ არის. ამიტომ ამისთვის აქედან აი ამ ღილაკიდან გადავალთ აი აქ და ამ ფერს შევუხამებთ. აი აქ კიდე რა თქმა უნდა. სხვა ფერს გავაკეთებთ, რომ უფრო ესეთი ფერთა შეხამება გქონდეს. აი აქ მაქსიმალურად აქ გასწორება დაჭირდეს, რომ აი ეს ვარიანტი რო შევქმნათ, აი კიდევ ახლოში მოვიტანოთ, რომ მაქსიმალური სიზუსტით მერე უკვე ის ილუზია შევქმნათ, რაც გვინდა. აი ეს ხაზიც არ გვჭირდება. პირიქით აქ შეიძლება და ქვემოთ დაგვეწია კიდევ, აი პირიქით ქვემოთ დაგვეწია ესეც შეიძლებოდა. აი ეს ყოფილიყო პირიქით ზემოთ აწეული და ეს სწორად გაკეთებული. ანუ ბევრნაირი ვარიანტი შეიძლებოდა ამ შემთხვევაში, ნახეთ. აი ეს პირიქით მაგალითად, ანუ აი ამ ესეთ მუშაობაში გამოგდით მერე ეს ამუშევარი რა საბოლოო ჯამში გაკეთებული. ანუ აი ეგ პირიქით შეგვეძლო აი ესენი აი ზემოთ წაგვეღო. ესეც რა თქმა უნდა მერე უკვე ოღონდ ეს პირიქით ქვემოთ შეგვეძლო და გაგვეკეთებინა. ანუ რა ვიცი, შეიძლება ესეთ ფერთა გადასვლაც ქმნის მერე ამ ეფექტს რა. აი ესეთნაირად ეს ცოტა ოდნავ დაგვეწია პირიქით. აი ეს მამისი ეს მხარე ოდნავ დაგვეწია ოდნავ ქვემოთ. აი ესე. და ესეც აი ქვემოთ ჩამოგვეწია. აი ესეთნაირად. ანუ მოკლედ გასაგებია ხო რა ასე თქმაც მინდა, აი ესეთნაირად. ამ ჯერერთო ფერები შექმნიდა აი ამას და მერე უბრალოდ აი ამ ხელსაწყოთი წერტილებზე იმუშავებდით და მერე უკვე ეს ახლა სამივე ერთად მონიშნით. ერთ ჯგუფში გავაერთიანებდით და მერე პლუს ამ ჯგუფსაც დავაკოპირებდით. და წამოვიღებთ. აი უბრალოდ გადაადგილებით ახლა აი აქ. სამივეს მოვნიშნით და გადაადგილებით, აი მივიღებთ აი ვარიანტს რაც გვინდა. აი თანაბარ ზომას ნახეთ რას გეუბნებით, აი ახლა ესენი თანაბარია ერთმანეთში. ეს არ არის თანაბარი. აი ეს. უბრალოდ აი ნახეთ შიგნით შემომეწია, ამასაც მიაქციეთ ყურადღება. ეს
აი ეს და ეს. ნახეთ. უნდა გაიწიოს გარეთ და ასე შემდეგ რა. Ну ეს ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, არაფერი ისეთი განსხვავებული აქ არ არის. უბრალოდ ამის შექმნა გჭირდებოდა და დანარჩენად რა ვიცი, ყველაფერი ნორმალურია რა. უბრალოდ აი ამის გასწორება, ნახეთ ჯერ. აი ამათ გაასწორებდით, როგორც მე ხა გავაკეთე მე, ანუ აი ამ თეთრი ხელსაწყოთი ჯერ მონიშნავ, რომელზე გაქვს საუბარი, ვთქვათ, აი ამაზე, ხო, სიტუაციაზე. ეს რომელია, თვითონ აი აქედან უნდა იპოვნო, რომელზე გაქვს საუბარი რა. აი ეს ხო? შემდეგ, აი ამას უნდა დადგე აუცილებლად. აი ეს ახლა ამით ხო ვნახე მე ამ თვალის საშუალებით. უნდა გადახვიდე აუცილებლად აი ამაზე, აი ამ layers-ზე. და ამის შემდეგ აი რასაც ვაკეთებ მე გასასწორებლად მეტი არაფერი არ დაგჭირდებოდა, ეს თეთრი ხელსაწყო, direct selection tool-ი. თუ ერთ წერტილზე დააწყაბუნებ, ერთი წერტილი მოინიშნება, თუ ეხა გადაატარებ აი ესე ორივეზე ორივე მოინიშნება და აი ამას ამოძრავებ ჩვეულებრივ ისე როგორც საჭიროა. აი ეს. გავიგეთ, აქ გვაქვს რამე შეკითხვა კიდევ? გავიგე. ფაქტურად არაფერს და ნახოთ კიდევ ერთი თუ რამე დაგვრჩა ერთ დავალებაში, მე მგონი ერთი ეს არის. ნახოთ აქ რაზეა საუბარი. კი ბატონო, ხო, ნახეთ. რა ვიცი, ყველაფერი ზოგადად ნორმალურია, გარდა აი აქ რაღაცები არის გასასწორებელი. პირველი ის რომ აი ეს ერთ ხაზზე რომ მოგვეთავსებინა, უკეთესი იქნებოდა. ანუ სახაზავის საშუალებით აი აქ. აქ არ გასტუნებოთ, ამაზეც გაგვესწორებინა, ან პირიქით რომელიღაცა აი ამ ასე ვთქვათ. დამოგვეწია აი ეს აქეთ. აი ამ layer-ზე მაგალითად აი ეს. ანუ ამ ხაზზე გაგვესწორებინა, მივხვდით, ამაზეა საუბარი აი ეს. ნარჩენ ნორმალურია და პლუს აი აქ ნახეთ თეთრი ფონი აქვს. თეთრი ფონი როგორ უნდა ამოგვეჭრა ეხლა ძალიან მარტივად, ხო? თეთრი ფონს ამოგვიჭრა ძალიან მარტივად. აიღებ აი აქ ხელსაწყოს, აი ამ ხელსაწყოს. Magic Eraser. ეხლა ნახეთ Rasterize-გან მაქვს მოგთხოვს. დააწყაბუნებ აქ თეთრზე და всё, აი აქ. ესე რო არ იწვალო, Contiguous გამოვურთე და ნახოთ თეთრები აი ყველგან წაიშლება. ძალიან მარტივად. და აქაც რა ვიცი, არ ამგონი აქ რამე სირთულე ყოფილიყო, ეს ნახოთ სურათია თუ ეს არის რა ქვია. ნახოთ. ხო, სურათი. ნუ აქედან შეგვეძლო ნახოთ აბა თუ შეუცვალა, არა. სურათია შემოტანილი, ხო, როგორც ჩანს. ნუ ძალიან მარტივად აქაც არაფერი სირთულე არ იქნებოდა. მოგვენიშნა ეს აი ამ Magic-ით. აი აქ. ამასაც ესა. ნახოთ ეს. Rasterize layer-ად გადავიყვანოთ. აი მოინიშნებოდა Rasterize layer-ად რო გადავიყვანე, აი აქ. აქედან Rasterize layer. მოვნიშნე ეს შავი ფერი და მე აქედან Control Backspace-ით თეთრი ფერი და Control D-ით მოხსნათ მონიშნა. აი ესე გაკეთებოდა ეს ყველაფერი. დაჭირდებოდა ყვითელი ფონი როგორც აი ამ დანარჩენს. ანუ ამას მიაქციეთ ყურადღება. დანარჩენად რა ვიცი, კი ბატონო, ნორმალურია. მაგრამ ნიუანსები აუცილებლად თუ ერთს აქვს რომელიმე ყვითელი ფონი, ამასაც უნდა გქონდეს. ანუ აქედან შეგვეძლო ახლა ეს ჩვენ. აი ესე გაგვეკეთებინა. ახალი ლეიერი აგვეღო და ყვითელი ფერი ჩაგვესხა. აი მაგალითად აქედან. Alt Backspace-ით. და მე უკვე ეს ჩამოგვეტანა ქვემოთ, ანუ ამის ქვემოთ. ხო, აი ეს. აი, ჩანს, ისედაც ყვითელი ფენი. ანუ თუ ახლოში მოვიდან, დავინახავთ რომ აი მართლა სხვანაირი გლობუსი დაგჭირდებოდა მაშინ. მოკლედ მეგობრებო, რამე შეკითხვა გვაქვს აქ? იმიტომ რომ
დავალებები მოკლედ აი ეს იყო. და ზომაშიდაც ნახოთ აბა რა გვაქვს აღებული. Image size, ხო, სანტიმეტრებში ძალიან დიდია ეს. სანტიმეტრებში 101 იმაზე, ხო? უნდა იყოს თქვა რაღაც 10. აი ესეთი რაღაც. საბოლოო ჯამში დაიბეჭდება, ნუ მე. კარგი, მე მგონი დავალებები მეტი არაფერი აღარ არის გადმოგზავნილი. კარგით. გვაქვს რამე შეკითხვა ამასთან დაკავშირებით. მოკლედ დავალებაში იქნება მითითებული, რომ მაგალითად კიდაც აი ვებში გადავიდეთ და ასე შემდეგ, აი ვების სტრუქტურაში აი აქ. რომ მაგალითად შეიძლება იყოს მითითებული, რომ იყოს 1500, 1500, მაგალითად 1000-ზე. ან მსგავსი რაღაც. 1000. პირველი ამას მიუთითებთ. ნუ პიქსელებში თუ იქნება, რა თქმა უნდა, სანტიმეტრებში ეს ძალიან დიდია. პიქსელებში მიუთითებთ რეზოლუციას. გავუწერთ 300. ანუ შეიძლება დატოვოთ თეთრი ფონი. ანუ იქ რაც იქნება მოკლედ, შეიძლება დაარქვათ სათაური აი აქ. ესა. რაღაც ესეთი Facebook cover-ი. და აი აქ მიუთითოთ, no create. ანუ დანარჩენ პარამეტრებს მოკლედ რაც იქნება იქ დავალებაში მოცემული, აი აქ. გაასწორებთ აი ამ პანჯარაში აი აქ. და create ღილაკის საშუალებით მივიღებთ იმას, რა პარამეტრიც მივეცით. პირველი ახლა აი აქ რაც შეიძლება ითქვას, რომ ბუნებრივი ახლა დაგჭირდება აი აქ Facebook-ზე გადასვლა და აი აქედან მაგალითად აი გადავიდეთ ერთ-ერთ ჩემს აი გვერდზე და ნახოთ ახლა პირველი ახლა მე არ მიდევს აი აქ ფოტო. ახლა მე მინდოდა მეჩვენებინა აღარ გამახსენდა გამეხსნა ის დავალების ფურცელი, სადაც წერია რომ ესე და ეს პარამეტრები, ანუ სიგრძე სიგანეში და პლუს მითითებული იქნება აი ეს ფოტო, cover-ის ფოტო, პირადი ფოტო, ანუ აი აქ ეს და ინფორმაცია შენ შესახებ რომ ნუ მოკლედ ინფორმაცია შენ შესახებ და პლუს პოსტი და პლუს რეკლამა. აი ეს მონაცემები უნდა იყოს ასე ვთქვათ ამ ჩვენ დავალებაში. ეხლა დავიწყოთ პირველი რომ აი მე მინდა ასე ვთქვათ მოდი ესე იყოს cover-ის ფოტო. ეხლა ნახოთ, მოდი გავაკეთოთ აი ეს. ვაკეთოთ აი აქ. თუ ეს ეხლა ვთქვათ არ გვეყოფა, პრინციპში მოდი აქედანაც ეხლა მე ზუსტად იქ ზომები მართლა არ მახსოვს, მაგრამ აი დავალებაში ხო იქნება ჩაწერილი. პიქსელებში გადავიდეთ და მოდით უგნებავთ აქ იყოს 2500 და თვითონ ანალოგიურად გააკეთებს აი აქ. ოკეი, ღილაკზედაც გაბუნებით მივიღებთ აი ეს. კი ბატონო. აი ეს. პრინციპში ბევრია. image size-დან მოდი აქ იყოს 2000. ძალიან ბევრი არის. Nice. ესეთ თანაც გავაკეთებთ. ეხლა ნახოთ რა ხდება. ანუ ჩვენ გვინდა cover-ის ფოტო, ხო? პირველი შემოვიტანოთ. აი ფოტოებში გადავალ. და აი აქ ავირჩიოთ. ერთ-ერთი იყოს დაგუნებავთ აი ეს. აი ეს. ოღონდ ეხლა რა თქმა უნდა
ეს პირველი ხელსაწყოთი მოვკიდოთ ამ ფოტოს ხელ და გადმოვიტანოთ აი აქეთ. ეს აღარ გჭირდება და ნუ რა თქმა უნდა ეხა ეს დიდია, ბუნებრივია, ამიტომ მე შემიძლია ესეთი რაღაც გავაკეთო პრინციპში. ნუ ცოტა თქვა ზემოდან მოვაჭრათ აი ამ სურათს. ავნიშნოთ აი ზემოდან ესე delete-ით დავშალოთ. და ნუ შეგვიძლია ცოტა აი აქედანაც delete-ით დავშალოთ. აი ეს Ctrl-D-ი მოვხსნათ მონიშნა. და ეს cover-ის ფოტო აი აქ შემოვიტანოთ. აი ეს. ეხლა გადავხედოთ თვითონ აი აქ ჩვენს ესე გვინდა ეხლა ფოტო თვითონ ჩვენი ფოტო და ქვეშ სახელი და გვარი. და ფოტოს აქვს თეთრი კონტური, აი თუ დააკვირდებით აი აქ. ასეთ შემთხვევაში რას ვაკეთებთ ახლა? ვიღებთ ახალ layers აქედან და ესე იგი სად უნდა დავსვათ? თვითონ ნახეთ აი თუ ნიუანსებს მიაქცევთ ყურადღებას. ცენტრში არის ძირითადად cover-ის ფოტოზე გადატანილი უმეტესი ნაწილი, ხო? ოდნავ ჩამოსწდება ქვემოთ. ესე იგი ავიღოთ სანიშნებლად რაღაც წრე, აი ესეთი რაღაც გავაკეთოთ. ცოტა აი ესე წამოვიღოთ ცენტრში. და მოდი ფერი ჩავასხათ. ნებისმიერი ფერი არ აქვს მნიშვნელობა იმისთვის, რომ იქ ფოტო უნდა ჩავსვათ. Alt backspace-ით ჩავასხათ ფერი. და ეხლა ნახეთ რა ხდება. მე შემეძლო ეხლა ნახეთ თეთრი კონტური ხო უნდა გაუკეთეს ფოტოს აი აქ. აი ფოტოს რო ჩავსვათ, თეთრი კონტური უნდა გაუკეთეს. თვითონ ფოტოს ჩასმა ბევრს არ გახსოვდათ. და ამიტომ მოდი ეხლა ესეთ რაღაცას გავაკეთებ. Clipping-ზე იყო საუბარი. აი მოდი ავიღოთ ეს ფოტო. გადმოვიტანოთ. აი მოვნიშნოთ და ოკეი. ესეთნაირად. და მოკლედ ეს ფოტოც გადმოვიტანოთ აი აქეთ. ეს აღარ გჭირდება და ნახეთ მე ბევრჯერ გავიმეორე და კიდევ ერთხელ გეტყვით რომ როდესაც აი ამ ჩაკლიპინგებას ვაკეთებთ ესე იგი აი ეს ზედაპირი, აი ეს სურათი და ის რაშიდაც ვაკეთებთ კლიპინგს უნდა იყოს ერთმანეთის აი ზემოთ. სურათი უნდა იყოს მაგრამ ამის ზემოთ აი სურათი. და კლიპინგი კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ხდება. შემდეგნაირად აი აქ მარჯვენა ღილაკი მასზე, ანუ არა აქ, ნახეთ სხვა მენიუ გამოდის. არამედ აი აქ გვერდებზე, ან აქეთ, ან აქეთ. და აი create clipping mask. და ჩააჯდება სურათი აი აქ. ან მეორენაირად Ctrl Alt-ზე ვაჭერთ ხელს, Alt ღილაკზე. აი აქ სადღაც ნახეთ. როდესაც მაუსი მიიღებს აი ამ ორი layers გამყოფ ზოლზე ვატარებთ მაუსს, როდესაც მაუსი მიიღებს შემდეგნაირ ფორმას, რაცაც ახლა აქ ხედავთ, ანუ შეიცვლის ფორმას და ვაწყაპუნებთ და ჩაჯდება აი აქ სურათი. მაგრამ ჩვენ ახლა რა გვინდა აი აქ? კიდევ ერთი თეთრი კონტური, ახლა კონტური შეიძლება ესეთნაირადაც გაკეთდეს, აბა ნახოთ აქედან. Stroke. და გვინდა თეთრი და გვინდა outside გარედან. და ნუ 4 პიქსელი, ნუ მოდი ცოტა მოვუმატოთ 5, ეს 9 პიქსელი. ნახეთ აბა ახლა თქვათ ამაზე როგორ გამოვა ეს. რომ მე ყველა საშუალებას გაჩვენებთ. არც აქ პრინციპში შიგნით გამოვიდა, ოღონდ გეტყვით რატო ეხა შიგნით, აი თითქოს შიგნით და რატო ეხა ეს. იმიტომ რომ შეიძლება და აქედანაც გაგვეკეთებინა ის stroke-ი, აქედანაც შეიძლებოდა. ნახოთ. აი, ესეთნაირად ნახეთ. აი ესეთ შეიძლებოდა, კი. ასე გაგვეკეთებინა აქედან. ანუ აი აქ თუ ფერი, სხვა ფერი იქნება და შევუცვლით ფერს აქედან და ზომას აი აქედან აკონტროლებდით. აი ეს. რამსისკეთ გვინდა ეს იყოს აი აქედან კონტროლი შეიძლება ამის. ეს ერთი ვარიანტი.
მაგრამ ჩვენ წინა გაკვეთილზე გავაკეთეთ შემდეგნაირად. მე ხო არ შემოდის ნახოთ. შემდეგნაირად. ნახეთ. ჩვენ აი აქ ესეთი რაღაცა გავაკეთეთ. მოდი დავრუნდეთ უკან. აი ნახეთ მეორე წრე გავაკეთეთ, მეორე ამის კოპია. აი დავაკოპიროთ ეს. და ქვედა წრეს, ანუ ქვედას მივეცით თეთრი ფერის შეფერილობა. აი, ეხლა ეს მოვნიშნავ. თეთრი ფერის შეფერილობა. აი ჩავასხოთ აქ თეთრი ფერი. თეთრი ფერი არის ჩასმული, იმიტომ რომ თავზე ის არის, აქ ყვითელი ფერია. თეთრი ფერი ჩასმული. აქედანაც უნდა შეამჩნიოთ აი ამ ლეიერზე, რომ თეთრი ასხია აი აქ. შემდეგ რა გავაკეთეთ? როდესაც ჩვენ ეს ჩავაკლიპინგეთ. ასა კლიპინგი გავაკეთეთ. ეხლა აი აქ ამაზე Ctrl+T საშუალებით და Shift+Alt-ის დახმარებით გავაკეთებთ ესეთ რაღაცას. აი ეს. გაასწორებ აი ესე და იგივე ვარიანტი აი აქ. მივხვდით? ან ესე ორ წრეს გააკეთებ და ამით მერე რომელიც იქნება უკანა აი ეს. წრე Shift+Alt-ის და Ctrl+T-ს დახმარებით ტრანსფორმაციით გასწევ და გამოვა კონტური. ან როგორც თქვით, აი აქედან blending option-ებიდან ან პირდაპირ აი აქ strokes გამოვიძახებთ აი აქ. და აქ ჩამახსოვრებული იყო წინაზე გამოყენებული ფერი, შეიძლება აქ ვთქვათ სხვა ფერი იყოს, რაღაცა ლურჯი ფერი და ასე შემდეგ, ხო? აქ ზომა. შევუცვლით ჩვეულებრივ როგორც სურათია მოცემული ზომას თქო დავტოვოთ. 15 იყოს. ოკეი და მივიღეთ ჩვეულებრივ კონტური. ასევე სურათზე გადავიდეთ სურათზე შეგვიძლია ისევ ტრანსფორმაციის საშუალებით ან თქვათ ესეთი ფორმით დავტოვოთ ან თქვათ აი ესეთი ფორმით და Enter ყილაკზე დაწყაპუნებით მივიღებთ იმას რაც უნდა მიგვეღო. ანუ ეს ნაწილი მოკლედ შევასრულეთ. ეს ნაწილი შევასრულეთ მოკლედ აი ეგ სურათისა. ქვეშ სახელი და გვარი. ნუ აი აქ. გადავიდეთ აი აქ და აი აქ სახელი და გვარი. უბრალოდ აი აქ. ავიღოთ შავი ფერი. და აი აქ ავიღოთ რაღაც 10 პუნქტი. ან თუნდაც 14 ეს. და დავწეროთ სახელი და გვარი. აი აქ. აი ეს. რაც მოცემული იყო. აი აქ დავალებაში. არჩენი ქვემოთ ეხა გვინდა ჩვენ. აი ეს მენიუ. და ნუ მე დაანჩენი ინფორმაცია აქ რაც არის მოცემული. უბრალოდ აი ფერებში ხა ჩვენ მასაც დავალაგებთ. აი აქეთა ფერი მოდი ჯერ აქ სანამ მოვალთ ეს მენიუ გავაკეთოთ. აქაც ტეხელს აწყო და აი ეგ დავაწყაპუნოთ. ნუ შეგვიძლია ერთ იმაზე განვალაგოთ აი ეს. აი ესე. და აქ რა იყო? და აი აქ მეტი დაცილება კიდე, ანუ ამაზე ყურადღება მივაქციოთ. აი ესეთნაირად. ანუ წარწერა მივიღეთ. ნახოთ აქ ზუსტად ერთი თუ გამოგვივა. ხო. მოკლედ ნაცრისფერი და პირველი ლურჯი. კი ბატონო. აი აქ გადავიდეთ. სადღაცა ეს დაახლოებით ეს ფერი ავიღოთ და პირველი იქნება ლურჯი ფერის. აი ეს. სადღაცა დაახლოებით ეს ფერი აქ. ანუ ეს ნაწილიც მოკლედ
ახლა დაცილება აქვს თუ არა. კარგია და აქეთ ხარის ახლა აი ეს გავაკეთოთ. ახლა აი ეს ნაწილი და თუნდაც აი ესეც ჩავსვათ, კი ბატონო, არც ეს არის რთული ამბავი. აი ზუსტად აი აქ სადღაც დავსვათ ეს. ესეც იყოს ნაცრისფერი. აქედან ავიღოთ ბარემ ფერი, რომ ერთნაირი ფერი კონდეს და აქ გვჭირდება ესეთი რაღაც. სამკუთხედი, ან შეგვიძლია აქედან ავიღოთ გამზადებული, ან ფენთულიდან ესეთი რაღაც შეგვიძლია თავისუფლად გავაკეთოთ. აი ეს კონტური არ გვჭირდება და აი აქ შავი ფერი. აი ეს. უბრალოდ აქ პარამეტრებში რა თქმა უნდა მიაქციეთ ყურადღება. და უფრო პატარაც უნდა იყოს, კი ბატონო, Ctrl+T. ახლოს მოვიტანოთ. აი ესე და მოდი მაშინ ბარემ თეთრი აი აქ ისრით. აი ამ წერტილს ოდნავ შემოუწევ, რომ აი დეფორმაცია არ კონდეს, აი ესეთნაირად. აი ეს. და აქეთ გვჭირდება დანარჩენი ეს ღილაკები. ანუ აი ეს edit profile. და აი აქ გვჭირდება ოღონდ აი ეს ხელსაწყო, აი ეს მომრგვალებული აი კუთხეებით. აი აქედან დავიწყოთ. აი ესე. თუ მეტი მომრგვალება მინდა კუთხეების კიდე, მე გითხარით თქვენ ახსენეთ წინა ვიდეოში, რომ აი აქედან შეგვიძლია დავამრგვალოთ აი. მაგალითად 19:20, ხო? რადგან აქ ლინკი ჩართული, ანუ აი ეს არ არის გამორთული, ჩართული არის. enter-ზე დაწყაბუნებით აი კიდევ უფრო მეტად დამრგვალდება. თუ რა თქმა უნდა მეტი სიმრგვალე არც გვჭირდება პრინციპში იყოს აი ესე როგორც არის. ფერი აქვს, ნაცრისფერი აქვს და დანარჩენი ძარწერები გაკეთებ. ნუ ნაცრისფერი აღებული გვაქვს აი აქ, ამიტომ ამის მსგავსი უნდა იყოს. აქედან აი ეს ნაცრისფერი და უკვე ძარწერები გაკეთდეს აი აქ. მოდი ახლოში მოვიტანოთ ჯობია. და აქ ჩავწეროთ ესეთი რაღაც. უფრო პატარა ძარწერები ავიღოთ. და ჩაიწერა უბრალოდ არ ჩანს ნაცრისფერზე, ამიტომ აქედან შავი ძარწერით აი აქ. აი მოვკიდოთ ხელი, წამოვიღოთ აი სადღაც ცენტრში აი აქ. უბრალოდ აქ კიდევ გვჭირდება ამის გადიდება. აი ესე. და აი აქ ძარწერა წამოვიღოთ აი აქ. აი ეს. და გვჭირდება ჩვენ ჩავსვათ ფანქარი. ესენი კიდევ ერთხელ ვთქვით, შეგვიძლია შემოვიტანოთ აიკონებიდან, ან მოდი აი აქ ნახოთ თუ არის მსგავსი აი ამ ჩვენს, ასე ვთქვათ, Photoshop-ში. აი აქ ნახოთ. ჩამოვშალოთ აი ეს. ნუ ვებში ალბათ არ იქნება. არც სიმბოლო ვებში ალბათ. და ეს იქნება უბრალოდ აი აქ შეიფები ვნახოთ. აი ესეთი რაღაცები დავათვალიეროთ და პლუს ობიექტები. აი ობიექტებში არის. ნახოთ აქ ზუსტად როგორია. ზუსტად ესეთი ახლა აქ არ არის, რა თქმა უნდა. ანუ მოდი ჯერ აქედანაც ვნახოთ. ავიღოთ აი ეს და აი აქ დავსვათ. აი ესე. მაგრამ აქ პირიქით არის თუ არ ვცდები. პირიქით მიმართულებით არის. მოდი აქედან გავაკეთოთ ეს პრინციპში. ანუ იყოს ესეთნაირად, მე ტრანსფორმაციით დავატრიალებთ, არ არის პრობლემა, უბრალოდ ჯერ ფერი მივცეთ. შავი ფერი აი აქ, აი ესე. და ნახეთ. მივიღეთ ის რაც უნდა მიგვეღო, უბრალოდ აი აქ ახლა, ზუსტად ერთ-ერთში თუ გავაკეთებ, ნახეთ ესეთი ფანქარია, სადაც ესეთი
ფონი აქვს. აქაც შეიძლება იქ გავაკეთოთ. აი ესეთი რაღაც გადავატაროთ Z. მოდი ახლოში მოვიტანოთ. ჯერ დავატრიალოთ Ctrl+T. დავატრიალოთ, რომ ესეთი მდებარეობა აქვს. მოვიტანოთ ახლოში და შეგვიძლია აქედან მსგავსი რაღაც გავაკეთოთ. ნუ აქ თეთრი ფერი გადავასხათ Z. ან პრინციპში ნახეთ, ესე არ გამოვა, პირიქით ჯობია რომ ნახეთ მაქსიმალურად თუ გვინდა ესეთი რაღაცა მივანგვანოთ. მოდი ავიღოთ pen tool-ი და აი აქ ესეთი რაღაც შევკრათ, აი აქ კონტური. აი ეს. და აქ ჩავასხათ თეთრი ფერი. ეს კონტური რა თქმა უნდა ბოლომდე გავწიოთ, რომ მიიღოს ეგეთი ფორმა, რომ თითქოს და ეს ორივე აი აქ ბოლომდე გავწიოთ, აი ამის ზომაზე მივიყვანოთ. და აქაც აი ესეთნაირად. ეს ორივე წერტილი მოვნიშნოთ და მაქსიმალურად მივაახლოთ. აქაც თეთრი კონტური გავუკეთოთ. და შეგვიძლია ესეთი, ოღონდ აი აქ კიდე ერთხელ დაგვჭირდებოდა გასწორება, ანუ აი ეს. აი ამის ესეთნაირად ერთ ზომაში დავენებ. აი ესეც შეგვიძლია გაგვეკეთებინა ეს ჩვენ ზუსტად ის, რაც მიღებულია აი აქ. ანუ ფანქარი შემოვიტანეთ და pen tool-ით კიდევ ერთი რაღაც კონტური შევკარით იქ, იმის გამო რომ აი ეს ცოტა ქვემოთ ჩამოვწიოთ ახლა ორივე. თანაბარი. აი ესეთი რაღაცა, აი ესეთი რაღაც გქონდეს. და შიგნით შეწეული. მოდი ავწიოთ მაუსის ისრებით. აი ეს. ნუ კარგი დავტოვოთ ესეთნაირად. ანუ ხო ხვდებით მაქსიმალური სიზუსტისთვის გვჭირდება ესეთი წვალება, ან ზუსტად უნდა შემოგვეტანა ნუ ნახოთ აი ესეთნაირად. ან ზუსტად უნდა შემოგვეტანა ესეთი აიკონი, შეგვეძლო ეგეც გაგვეკეთებინა, ანუ ახლა გვექნება შემოტანილი. ნახოთ აი აქედან pencil. აი ეს შეგვეძლო შემოგვეტანა. აი ეს ძალიან მარტივად. და პირდაპირ როგორც გითხარით, ეს ჩვენ გაკეთებული გვაქვს, გადმოგვეტანა ეგ ან ესეთნაირად, ან ფაილიდან თუ ესე არ შემოვიდა Flace-ით. თავისუფლად შემოგვეტანა და გაგვეკეთებინა, გამოგვეყენებინა აი ეს. აი ესეთი რაღაც. ანუ აი აქ თეთრ ფონს, როგორც ყოველთვის ვაკეთებდით თეთრ ფონს. წავუშლიდით აი აქედან Magic-იდან თეთრი ფონი წაგვეშალა. ნუ თეთრი ფონი ხარო წაგვეშალა, იქაც წაშლი და აი აქ ამაში თეთრ ფონს. ამიტომ ამაზე ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ. ესეთი მსგავსი რაღაცა რო გაგვეკეთებინა, Rasterize-ით ჯერ და მე Delete-ით წავშლიდით. Ctrl+D-ი მოვხსნით მონიშნავს და აი აქ შეგვეძლო ეს ფანქარით შემოგვეტანა აი ესეთნაირად როგორც აქ არის. Ctrl+D-ი დავაპატარებდით ბუნებრივია. ანუ ბევრი ხერხი და საშუალება არსებობს იმის, რომ რაღაც მსგავსი გავაკეთოთ. აქ კიდე გავასწოროთ, მოდი ეს. რატომ რაღაც არ მომწონს ეს აქ. აი ესეთნაირად. თითქოს აი მაინც ქვემოთ არის ჩამოწეული რა. მოდი აი ეს მივიტანოთ მაქსიმალურად ახლოს. ეს ნახოთ. აი ესეთნაირად, კი ბატონო. მოკლედ
შემდეგი ჩვენ დაგვრჩა აი აქ აი ეს. და მოდი შეგვიძლია ჩვენ ესეთი რაღაც გავაკეთოთ. ანუ აქ ეს დავაკოპიროთ, მხოლოდ აი ეს. იმიტომ რომ ახლიდან რომ გავაკეთოთ შეიძლება სიგანეში ვერ დაემთხოს, ანუ სიმაღლეში უფრო სწორად, ამიტომ დავაკოპიროთ აი ეს, მხოლოდ ფონი. გამოვიღოთ. გამოვიღოთ მხოლოდ ფონი და ტრანსფორმაციის საშუალებით დავაპატარაოთ. აი ეს. და აქ შემოვიტანოთ. აქ მე მგონი არ უნდა იყოს თვალის ფორმა რამე მსგავსი, ამიტომ მოდი შემოვიტანოთ Place-იდან. აქ ინტერნეტიდან გადმოწერილი აიკონი. აი ეს. და რას ვაკეთებთ ესეთ შემთხვევაში? ფონს წავუშლით. ჯერ ნახოთ ზუსტად აქ როგორ არის, კი ბატონო, მხოლოდ ფონი გვინდა წავშალოთ. აქედან გამომდინარე ავიღებ ჩვენ აი აქ Magic Erase და Rasterize მოგთხოვს ახლა გარდაქმნას, ან დავაწყაპუნოთ და დავეთანხმოთ OK-ით, ან იგივე შეგვეძლო მარჯვენა ღილაკიდან Rasterize Layer. შემდეგ დავაწყაპუნებთ და წაიშლება ეს. ახლა გვინდა ამის წაშლა. ჩვეულებრივი საშლელით აი აქედან თავისუფლად წავშლით Z-მეტ RS. ან თუ რაიმე Z-მეტი არ გამოყვეს, მოდი ესეთი რაღაცა გავაკეთოთ. ესეც ბევრჯერ გაგვიკეთებია. მოვნიშნოთ ეს შავი ფერი. ასე ვთქვათ აი აქ. მაქსიმალურად მოვნიშნოთ შავი ფერი. შეგვიძლია tolerance-იც აუწიოთ, რომ შავი ფერი ყველგან მოინიშნოს, აი კარგად მოინიშნოს და ნახეთ მე აქედან select inverse ვაკეთებ. ავიღებ საშლელს, აი საშლელს ავიღებ. select inverse-ით, ანუ გარეთა მხარე მოინიშნება, ამის გარეთა მხარე, თვალის გარეთა მხარე. მოდი და აი ნახეთ Z-მეტი რომ არაფერი გამოყეს, აი ანუ შიგა, აი ნახეთ პერიმეტრზე გადავატარებ, აი პერიმეტრზე. აი გარშემო, რომ Z-მეტი არაფერი არ იყოს. შიდა მხარე იმიტომ წაშალა, რომ მონიშნული არისო და მაგიტომ. ანუ მონიშნის არეში იჯდა. Ctrl-D-ი მოვხსნათ მონიშნა. ეგ რო გასუფთავდა კიდეც Ctrl-T საშუალებით დავაპატარავოთ. და წამოვიღოთ და დავსვათ აი აქ. აი ესე როგორც აი აქ არის მოცემული კიდე პატარა, ну ეს დანარჩენი შეგიძლიათ მე თქვენ თვითონ ზომებში, რაც თავარია კიდე ერთხელ აღნიშნავ, მიაქციეთ ყურადღება ზომებს, რომ აი ეს მოდი ეს გამოწება მოგვიწევს აქეთ, აი ამ ყველაფრის, ამიტომ ნახეთ აქედან მოვნიშნოთ მთლიანად აი აქამდე Shift-ის დახმარებით და ეს ყველაფერი წამოვძიოთ ცოტა აი აქეთ. ეს სამკუთხედი ცალკე მოვნიშნოთ და სამკუთხედი გადმოვიტანოთ აი აქ. აი ეს. და ერთი ამისთანაც დამატება მოგვიწევს კიდე ჩვენ, გჭირდება ეს ლუპა. აქაც იგივენაირად, აბსოლუტურად იგივენაირად. დავაკოპიროთ უბრალოდ აი ეს ნიშანი. აი ეს ასე ვთქვათ, აი ეს კოპირება მოვახდინოთ ამის. და წამოვიღოთ აი აქეთ. აი ეს ზომაც ერთნაირია. აქ არის მგონი მაგის მსგავსი. აი აქ. აი ვებში შეგვიძლია აი ეს. ავიღოთ და გადავატაროთ აი ესე.
თეთრი ფერი შიგნით კონტურიც არ გჭირდება პრინციპში და მიღებულია ის რაც უნდა მიგვეღო. მოდი კიდევ ერთხელ გადავამოწმოთ. შავი ფერის არ კი ბატონო. მაშინ მოდი აი აქ ნახეთ ახლა ამაში რომ ფერი ჩავასხათ ჩვენ. უნდა ავიღოთ ეს შავი ხელსაწყო. სადაც გამოჩნდება აი აქ ამის მოინიშნება მოკლედ აი ეს ობიექტი და აქედან ფერს ჩავასხავთ შავ ფერს. და ცენტრშიც გავასწორებთ შეგვიძლია ესე კლავიატურის ისრებით ცენტრში გავასწორებთ აი ესე. აი მივიღეთ ის რაც უნდა მიგვეღო პრინციპში. აი ესეთნაირად. და ჩვენი მეორე მოკლედ ესე იგი ეს პირველი ნაწილი შეიძლება ესე ითქვას და აქ ზომასაც ცოტა ქვემოთ გვინდოდა ეს გაგვეკეთებინა. ამასაც მიაქციეთ ყურადღება რომ აი აქ ძალიან ახლოსია ესენი ერთმანეთთან. აი აქ სივრცე ამისთვის რომ დავიტოვოთ. შემდეგ უკვე შემდეგი თემა ეს არის აი ასე ვთქვათ ინფორმაცია. ეს ინფორმაცია პოსტი და შემდეგ რეკლამა. აქედან გამომდინარე ახლა თან თუ შევამჩნევთ აი აქ ფონი აქ ნაცრისფერია და აი აქ არის თეთრი ესეც რაც ინფორმაცია უნდა ჩაიწეროს. ამისათვის მოდი აქ გავაკეთოთ. ხო, აი ნახეთ აქაც მივაქციოთ ყურადღება რომ ეს ზემოთ არის ასაწევი. ამიტომ აი აქედან ახლა მე მოვნიშნავ. აი ამის ჩათვლით და ზემოთ ავწევ ცოტას. Ctrl D სამჯერდება. აქედან ამის ჩათვლით აი აქ და ზემოთ ავწევ. სამით აი ეს სახაზავსაც ჩამოვიდან თუ გნებავთ და აი ნახეთ ცოტა ზემოთ კიდევ შეიძლება და აი ეს და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მოდი მოვნიშნოთ ამის ჩათვლით საერთოდ კოდს და ქვემოთ აი სურათი არ გჭირდება ჩვენ აი ეს არ გჭირდება ეს არ გჭირდება დანარჩენი ჩამოვიწიოს ქვემოთ არც სახელი და გვარი ანუ ესეთნაირად ეცადეთ რომ არც აი ეს სახელი და გვარია და დანარჩენი ვნახოთ აი ეს ესადო დაგვრჩა აი აქ აი ეს ესეც რა თქმა უნდა აი ეს მეტი ჩამოწევა შეიძლება და კიდევ აქ სივრცე ყოფილიყო უბრალოდ ასე გაასწორებთ რა ამას ესე მაქსიმალურად შეეცდებით რომ წარწერაც აქაც ვნახოთ ესენი თავისთავად უნდა გასწოროთ ეს აი ეს ესეც და პლუს აი აქ ეს კომპონენტიც ჩამოიძიოს ქვემოთ აი ეს აი ესეთნაირად კარგით ანუ მე ახლა რას ვამბობ რომ აი აქ ჩვენ გვჭირდება ესე იგი ნაცრისფერი ფონი ძალიან ღია ნაცრისფერი რაც აი აქ აქვს აი ფონად აინოს ну ვნახოთ სადღაცა ესეთი რაღაც ფონი თლად თეთრი რა თქმა უნდა არა აი ესე და აქ alt backspace-ით დახმარებთ აი ჩავასხავთ ახალი ლეიერი რა თქმა უნდა ბუნებრივია სადღაც აი აქ ავიღოთ ახალი ლეიერი და ჩავასხავთ აი ესეთი ფერი Ctrl D-ით მოვხსნათ მონიშნა და გვინდა ჩვენ უკვე აი ესე იგი შემდეგი ეტაპი არის აი მოვამზადეთ აი ეს ასე ვთქვათ
სადაც უნდა ჩავწეროთ შემდეგ ინფორმაცია. ანუ ეხლა აი ეს მხარე უნდა გავაკეთოთ ეხლა ჩვენ. ანუ შემდეგი დავალების შემდეგი ეტაპი იქნება ის, რომ ინფორმაცია ჩვენ შესახებ რეკლამა, ესა პოსტი და პლუს რეკლამა აი აქ. რაღაცა ესეთი რაღაცები შეგვიძლია დაგჭირდეს. კარგით, მოკლედ აქამდე თუ ვინმეს რამე შეკითხვა აქვს, შეიძლება მკითხოს და შემდეგ. გავაგრძელოთ თუ რამე შეკითხვა გაქვთ. თუ არა და ეხლა ნახეთ აი აქ ჩანს, რომ ნახეთ აი ესეთი სადაც ეს ინფორმაცია იდება, აი ესეთი მომრგვალებული კუთხიანი ფონია. ამას ავიღებთ შემდეგნაირად. ნუ აქედან შეგვიძლია აი გავაკეთოთ თუნდაც აი აქედან აი ესეთნაირად, სადაც ინფორმაცია განთავსდება. ოღონდ ამისი ფონი ბუნებრივია იქნება უკვე თეთრი. განსხვავებული აი კონტური არ გვჭირდება. და აი მივიღეთ ის ადგილი, სადაც უნდა განთავსდეს უკვე ინფორმაცია. კარგი, 1-2 წუთი მოდი შევისვენოთ და დანარჩენი გავაგრძელოთ. ჩვეულებრივ შემოდით. თუ რავი შეკითხვა არავის გაქვთ. ესე იგი, აი აქ ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი ინფორმაციისთვის აი წყარო, ინფორმაციის წყაროსთვის ის ადგილი. შეგვიძლია აქედან დავაკოპიროთ კიდეც აი ეს. გადავიტანოთ აი აქ, უბრალოდ აი აქ. ნახოთ როგორ ჩაჯდება, ბუნებრივ ეს არ გჭირდება ამდენი. ჩავსვათ. ნუ ქართულად, თქო უნდა არ წაიკითხავს და აქ წარწერაც გჭირდება ჩვენ არა. Control A-ი მოვნიშნავ, ხლა Control A კლავიატურის კომბინაციით მოვნიშნე ყველა ტექსტი და უბრალოდ ტექსტი იქნება შავი ფერის. ან იქ ორფეროვანია, მოდი ჯერ ეს ვნახოთ რა ხდება აქ. დავეთანხმოთ. აი აქ ეს არ გჭირდება და აქ არის ორფეროვანი ჩანაწერი და ისე გავაკეთოთ ჩვენც როგორც არის. ხო, ნაცრისფერი და შავი ფერებში აი აქ. აი ეს იყოს, თქვათ, ნაცრისფერში. აი ესე. დანარჩენი აი ეს. და ასე შემდეგ, ანუ ინფორმაციას განვათავსეთ მოკლედ აი აქ. შემდეგი რა არის? ნუ რაღაცა ეს. აი აქ. Enter-ს დააწყაბონებ, ჩამოხვალ ქვემოთ და შემდეგ ჩასვა. და აქაც მოდი აი ეს ნაწერი იყოს. ნაცრისფერი. ეს. თუნდაც ჩამოვწევ ქვემოთ და +1-იც ავიღოთ. აი ეს მაგალითად. ორჯერ Enter-ით და ქვემოთ ჩავსვათ. აი ეს იყოს ასევე ნაცრისფერი. თუ შეგვიძლია აი აქ თვითონ ამის ზომაც გავზარდოთ და შემდეგ დაგჭირდება ალბათ თვითონ აი ამ თეთრი ფონის აი Ctrl პირიქით ერთწუთით Ctrl T
აი აქ არ ერთ ძამით ეს წარწერები როგორ არის აქ თვითონ აი ეს თეთრი ფონი ალბათ აი ეს არის და ამაზე ჩამოვიდეთ და Ctrl T საშუალებით აი ეს გავზარდოთ აი აქ. თვითონ წარწერა იწყება რა ნაწილიდან, აი ესე კი ბატონო. ანუ მივიღებთ აი ამ სურათს. ეს ცოტა ზემოთაც შეგვიძლია აგვეწია, უბრალოდ ფონზე თუ არ არის. ეს ერთ ფონზეა ყველა დაწერილი, ერთ იმაზე, აი ერთ ლეიერზეა წარწერა ყველა ეს ჩვენი შეცდომაა პრინციპში. თორე ერთ ფონზე მე ვერ ვასწორებთ როგორც გამოჩნდა. ნუ მოკლედ ესეთნაირად გავაკეთოთ, აქ ერთით შეგვიძლია დავამატოთ არის სივრცე. ნუ მაგალითად აი ეს. აი აქ. აი ესეთნაირად ჩავსვათ. და აი აქ ესეც ამასაც შევუცვალოთ ფერი. აი ეს. პრინციპში მივიღეთ ეს ნაწილიც და ასევე ჩვენ აქ გვინდა ეხლა ჩვენი პოსტისთვის. ანუ აი ეს აქაც კლიპინგი და სახელი და გვარი. ეს ძალიან მარტივია. შეგვიძლია ეს საერთოდ დავაკოპიროთ კიდეც აი ეს. აი ეს ორი რაღაცა. მოდი ამას გავაერთიანებ გრუპაში და ამას დავარქმევ. კლიპინგი. ეს ქართულად. ესეც ჩავაგდოთ, რომ ან პრინციპში ეს არც გვჭირდება. ეს დავაკოპიროთ ახლა. და აი აქ ჩამოვშალოთ ეს ორი რაღაც გვჭირდება. და წამოვიღოთ, ჩამოვიდავნთ აი აქ. უბრალოდ Ctrl T, ანუ ტრანსფორმაციის საშუალებით დავაპატარავებთ. აი ეს. აი აქ. პრინციპში ამას არც ეტყობა აქვს თუ არა კონტური. მაინც იყოს ყოველ შემთხვევაში. და აქ უკვე სახელი და გვარი. აქაც შეგვიძლია ეს წამოვიღოთ Alt-ის დახმარებით დავაკოპიროთ აი აქ. და Ctrl T, ანუ ტრანსფორმაცია, ამასაც თავისთავად აი აქ. ესეთნაირად გავაკეთოთ. შეგვიძლია ოდნავ გაგვედიდებია ან პირიქით აი ეს დაგვეპატარავებინა კიდევ. Ctrl T და ცოტა დავაპატარავოთ. აი ესეთნაირად. აბა ეს თან წარწერაც ვნახოთ ოდნავ გავადიდოთ. ალბათ აი ეს უფრო მოუხდება. ანუ ესეთი ასე ვთქვათ, მრავალნაირი მოსინჯვით თქვენც ნახეთ, რომ როგორ მოუხდება ასე ვთქვათ ფონს და უკვე აქ გვინდა ერთი ასე ვთქვათ. და ესეც შეიძლება გავადიდოთ კიდეც აი image-დან canvas size, ну ქვემოთ გვინდა გავადიდოთ, ხო, ესეთი რაღაცა. აქ თუ არის სიმაღლეში 1134, ну აქ გადადიდეს ვთქვათ 1350-მდე. ოკეი, ღილაკის დახმარებით აი ეს ქვემოთ მხარე გადიდდება. ნახოთ ერთი წუთით. Image canvas size ქვემოთ სიმაღლეში 1350. კარგი არტბორდზე. მოდი ჯერ ვნახოთ, რამდენად გვეყოფა ადგილი. ანუ აქ გვინდა ხა ჩვენი პოსტი. ანუ როგორც აქ არის პოსტი გამოქვეყნებული. ერთი სურათი რამე ჩავაგდოთ, ნახოთ. ოღონდ აქ ფერებში დაც შევხედოთ აი აქ.
ну თეთრ ფონზეა ეს ყველაფერი, აი თუ შეამჩნევ თეთრ ფონზე, აქედან გამომდინარე, მოდი აქაც აი ეს ფონი დავაკოპიროთ, რომ ახლიდანაც შეგვიძლია გავაკეთოთ და თუ არა ალტის დახმარებით წამოვიღოთ და აი აქ დავაკოპიროთ, უბრალოდ აი ამ Ctrl+S საშუალებით აი აქ ესეთი ფონი გავუკეთოთ. შემდეგ შემოვიტანოთ სურათი. File, open. კიდე ხო არავინ ითხოვს დადასტურებას. ნებისმიერ რაღაც სურათი ავიღოთ და შემოვიტანოთ რეკლამისთვის. არ არის პრობლემა პრინციპში აი ეს. აი ამ crop tool-ით. არ გჭირდება ამ ხელა სურათი ბუნებრივია. და ეს სურათი ვნახოთ რამდენია ზომაში. მოდიშ დავაპატარავთ, თქვათ იყოს 200, რაღაცა ეს. ესეთი ზომის სურათი შემოვიტანოთ. ჩავაგდოთ აი აქ. დავხუროთ. ეს არ გჭირდება. ხო, შეგვიძლია Ctrl+T. გავზარდოთ. რაღაცა დაახლოებით აი ესეთნაირად და აქ გჭირდება უბრალოდ, ასე ვთქვათ, ტექსტი. რომ ანუ პოსტი ზე სურათი გვაქვს, როგორც აქ არის მოცემული და პლუს ბოლოში ტექსტი. ავიღოთ და ხელსაწყო. და ხელსაწყო და ნუ აი აქ ნებისმიერ ტექსტი იყოს, რა თქმა უნდა, ჩაგდებული. ნუ ტექსტი მოდი შავი ფერის. აი მივიღეთ შემდეგნაირი, ასე ვთქვათ, ის რაც უნდა მიგვეღო. კიდე ერთხელ, აბა გვაქვს რამე შეკითხვა ამასთან დაკავშირებით, მეგობრებო. ვინმეს რამე შეკითხვა გვაქვს? რომ ესეთნაირად გამოგვივიდეს. და პლუს ერთი სარეკლამო ადგილი შეიძლება აი აქ. რეკლამა დაგვემატებინა. ნუ ეს წინა ვიდეოში, რა ვიცი, თუ ვერ ნახეთ, მოგეთ ამ ეს ვიდეოც დაიდება. და მოკლედ, რა ვიცი, თუ ვინმეს რამე შეკითხვა გაქვთ, შეგიძლია მკითხოთ, რომ კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, განმარტოთ და კიდევ უფრო დავწვრილმანდეთ თითოეულ საკითხზე. დარებისთვის მოკლედ კიდე გადავიდეთ და წარწერები კიდევ უფრო პატარა არის აი აქ. ამიტომ აქაც ეს წარწერა მოვნიშნოთ ყველა და აი აქ დავაპატარაოთ. მაგალითად აი 9 პიქსელი პატარა იქნება, ну შეიძლება 10. აი ესეთნაირად შეგვიძლია საბოლოო ჯამში მე კიდე ჩაასწოროთ. აი ეს მაგალითად აქაც 10 პიქსელი. აი ესეც გადავიდან და აი აქ გვექნება ადგილი და სივრცე, ასე ვთქვათ. აი აქ წარწერა და ეს პოსტი ერთი და იმაზე ზომაზეა, აი აქ შეგვიძლია ესე გაგვესწორებინა ეს. ესენი კიდე აქეთ წამოგვეღო და აი ეს მსგავსი ნიუანსები ეს ეცადეთ რომ აი ესე კიდე უფრო მეტი ახლოსია ესეთნაირად. და ნუ აქ გვაქვს ადგილი კიდე სივრცე რომ პრინციპში ეს მოვნიშნოთ და ეს სამოვიღოთ აი ყველა აქ მე მგონი აი ესე ძალიან კარგია ესეთნაირად და პლუს აქ კიდე ესე იგი მოგჭა ადგილი და სადაც აი აქ აი ამ ერთ რაღაცას დავაკოპირებ ახლა აი ამ ერთს ალტის საშუალებით და აი აქ ნახეთ ყველგან 16 პიქსელი არის ამათ შორის და უკვე 3 წერტილი გვინდა მოვიტანოთ ახლოში
და ეს ძალიან მარტივად აქედანაც შეგვიძლია. აი ესე. ახალ ლეიერზე, ოღონდ ახალ ლეიერზე ჩავასხათ შავი ფერი. აი შავი ფერი აქეთ. Alt backspace-ით, Ctrl-D-ი მოვხსნათ მონიშნა და Alt ღილაკზე დახმარებით აი ეს. კიდევ უფრო მეტი სიმრგვალე შეგვეძლო მიგვეცა. აი ეს 3 წერტილი. ეხლა ეს სამივე Ctrl ღილაკზე დახმარებით მოვნიშნოთ, Ctrl-ზე დაჭერით. ან აქვე რომელია ეს წერტილები? აი აქ. და ეს მესამე წერტილი აი ამით. ანუ ეს სამი ლეიერი ესე მოვნიშნოთ და წამოვიღოთ შუაში, გავაშუალოთ აი აქ. აი ეს. ესეც ერთ იმაში ჯგუფში მოვაქციოთ და წერტილი. ესე დავხო. Ctrl-მინუსით დავაპატარავთ და აი ეს ასე ვთქვათ საბოლოო სახე. პრინციპში აქედან გავაშუალოთ აი ახლა. აი წერტილების ძებნა აღარ გვჭირდება. აქვე გვაქვს ვიცით რომ აქვე არის და ეს აი იმით გავაშუალოთ აი ეს. უბრალოდ საბოლოო სახე აი ამ ჩვენი Facebook cover-ის.